114.870-მდე ტურისტი, 458.800 ლარზე მეტი და 7 აქტიური ქვეყანა. ასე გამოიყურება რაბათის ისტორიული კომპლექსის 2014 წლის 11 თვის სტატისტიკური მონაცემები. ახალციხის ციხის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ წელს ტურისტთა დიდი რაოდენობა პოლონეთიდან, ისრაელიდან, რუსეთიდან, თურქეთიდან, გერმანიიდან, უკრაინიდან და ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან დაფიქსირდა. ახალციხის ციხის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის განმარტებით, აქტიური ტურისტული სეზონი დასრულდა, თუმცა კომპლექსი მუშაობას კვლავ აგრძელებს. ლილი გოზალიშვილი ამბობს, რომ მომავალი წლისთვის მზადება უკვე დაწყებულია. მისივე თქმით, ვიზიტორების მოზიდვის მიზნით ადმინისტრაცია სხვადასხვა ტიპის ღონისძიების გატარებას გეგმავს. მე ვთვლი, რომ წელს კი რაღაცა ისეთი სეზონი იყო შავშანთელთან შედარებით, რომ გაზაფხულზე იყო წვიმიანი, შემოდგომა უკვე ცოტა ადრე მოგვივიდა თოვლი და ყინვა, ამასთან დაკავშირებით ტურისტები თითქოს შემცირდნენ, მაგრამ საკმაოდ ნორმალური სეზონით დავამთავრეთ წრევადილი წელიწადი. უცხოეთიდან შემოსული ტურისტების რაოდენობა ნამდვილად გაიზარდა, ხოლო ადგილობრივი ცოტა უფრო შემცირდა. იმიტომ რომ ძირითადი იყო მასა შავშანთელი წელიწადი მოსწავლეებზე გათვლილი, წელს მოსწავლეები როგორც გითხარით, ახლა წვიმიანი ამიდების გამო, სწავლის სხვადასხვა პირობების გამო ცოტა უფრო შემცირდა. აბასთუმნისა და საროხიზაბავრის ტერიტორიებზე არსებული ძეგლებისა და საფარის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაცია. რეგიონის მასშტაბით აღნიშნულ ძეგლებზე აქცენტი პირველ რიგში გაკეთდება. ტურიზმის განვითარების კუთხით სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაცია ამ და სხვა ღონისძიებების გატარებას გეგმავს. გუბერნიის პირველი პირები აცხადებენ, რომ ახალციხის ციხე სამცხე-ჯავახეთში ტურისტული ცენტრი იქნება. სწორედ ამ ტერიტორიაზე განთავსდება ტურისტული ბაზა და რეგიონში არსებული ყველა ღირსშესანიშნაობის შესახებ ინფორმაციის მიღება ვიზიტორებს აქ შეეძლებათ. სამცხე-ჯავახეთის საკონსულტაციო საბჭოს პროექტების კოორდინატორის თქმით, ტურისტულ ძეგლებზე ასევე განთავსდება სპეციალური აბრები. ჩვენი ინტერესი ამ სამოქმედო გეგმაში არ არის მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტები და ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი სიახლე, როგორ გითხრათ, ყველაზე კარგი აქტივობა, იმიტომ რომ ეს არის რეგიონის განვითარების ხედვა. ინფრასტრუქტურა არის ერთი კომპონენტი, რომლის განვითარების გარეშე დანარჩენი კომპონენტების განვითარება ძნელია, მაგრამ ჩვენ ამას ვერ დაველოდებით. პარალელურად უნდა დავიწყოთ სხვა კომპონენტების განვითარებაც. ევროპასთან ასოცირების დოკუმენტზე ხელის მოწერის შემდეგ ტურიზმის განვითარების კუთხით საქართველომ გარკვეული ვალდებულებები აიღო. საზოგადოებრივი განვითარების ახალციხის ცენტრის თავმჯდომარის თქმით, ქვეყანაში ის პრიორიტეტები გამოიკვეთა, რომელიც ტურიზმის განვითარებას ხელს შეუწყობს. ნუგზარ თათაშვილის თქმით, სამცხე-ჯავახეთში ისტორიულ ძეგლებთან ავტოსადგომები მოეწყო, გამოთავისუფლდა საპიკნიკე ადგილები, გაკეთდა მინიშნებები და გამოიყო სველი წერტილები. თუმცა მისივე მტკიცებით ქვეყანას ამ მიმართულებით კიდევ ბევრი სამუშაო აქვს ჩასატარებელი. საზოგადოებრივი განვითარების ახალციხის ცენტრის თავმჯდომარის განმარტებით, პირველ რიგში რეგიონებში არსებული ღირებულებების წინა პლანზე წამოწევა უნდა მოხდეს. მხოლოდ ქვეყანა ვერ შეძლებს ტურიზმის განვითარებას ამაში როგორც მოსახლეობა, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებიც უნდა ჩაერთონ, აღნიშნავს ნუგზარ თათაშვილი. ანუ ასოცირების ხელშეკრულებამ ის პრიორიტეტები გამოკვეთა, რაზედაც კონკრეტულად უნდა ვიმუშაოთ. არა მარტო სახელმწიფომ, არა მარტო არასამთავრობომ, არამედ ყველამ. აი ვინც გაეცნო, ასე ვთქვათ, ვისაც ეს ინფორმაცია აქვს და ინფორმაცია გაანალიზა, ის უკვე შეუდგა საქმეს. საკმაოდ წინ წავიდა, ასე ვთქვათ, ახალციხეში მესხური სუვენირების უკვე რამდენიმე მაღაზია, სადაც მესხურ სუვენირს შევხვდებით. ანუ უკვე დაიწყო ეს პროცესი და ამ პროცესს, ასე ვთქვათ, გაგრძელება იმით მოყვება, რომ ადამიანები თვითონ ნახავენ სარგებელს ამაში. ევროკავშირთან ასოცირების დოკუმენტის მე-9 თავში მითითებულია, რომ ეკონომიკის ზრდისა და გაძლიერების, დასაქმებისა და საერთაშორისო გაცვლების ხელშეწყობის ინდუსტრიის განვითარების მიზნით მხარეებმა ტურიზმის სფეროში უნდა ითანამშრომლონ. თანამშრომლობისას კი ყურადღება შემდეგ საკითხებზე გამახვილდება: ინფორმაციის, საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაცვლა, ტურისტული ნაკადების, ბაზრების, ინფრასტრუქტურის, ადამიანური რესურსების, ინსტიტუციური სტრუქტურების ხელშეწყობა და განვითარება, ეფექტიანი პოლიტიკის შემუშავება და იმპლემენტაცია, ადგილობრივ თემში მომსახურების სტანდარტების გაუმჯობესება, ტურიზმის განვითარება და ხელშეწყობა.